Gerasime gare. Es mis bicho. Tita no guardam sofelებს ილი. Gare, bicho, gare. კარგით რა მოგივიდათ რა არის ხალხი არა ხარ? Gare, bicho, gare. Ai, ხოცე თუ რა მოგივიდათ. ზიაილო. თქვენ არ გეკადრებთ რა? მოგძანეთ. მოგძან. გამარჯვეთ. დღეიდან ეს კაცი თქვენთან იცხოვრებს. აი ეს იქნება თქვენი საწოლი. ბალიში რომ ეს აგაკ. ამეთ. შეგიძლიათ მოვისვენოთ. მოგძან. მადლობთ. კარგად ხართ. ამენებს. შეიძლება კი ბატონო ხო? რა ქვია თქვენ ბიზიგოებო, ა? მე ბიზინა მქვია. აჰა. ამას ბელახონტი. ჰა? ბელახონტი? აჰა. იმ დილის გუდას გერასიმე. ისე თქვენ როგორ მოგმართოთ? მე ალექსანდრე. რამდენჯერ თქვი მამიდან ნუ ჩავიდეთ კი მაინც ჩაუდია. შორიდან ბრძანდე. ბოდიში ბატონო, ბოდიში. კი შორიდან. საველე პოსტა 217 309. აუ. ნაგიგვით. ჯარში მსახურობდი ზემდეგად. ეხ კინერლობას არაფერი კლევიათ. რავო? არაფერი. ასეთი ახალგაზრდა. ზემდეგი იყავით არა? დიახ, ზემდეგი სვეხსროჩნიკ. აუ. დიახ. ისე ხლა აქ ჩვენთან რომ შეგირდათ თუ თქვენ სტალინგრადში ნამყოფი ხარ? შენ ნამყოფი ხარ სტალინგრადში? არა. არა ვარ ნამყოფი. ჩვენ ავაშერეთ. როგორ? სტალინგრადი თქვენ ააშენე? დიახ, ჩვენ. ჩვენი ბატალიონი მუშაობდა ქალაქების აღდგენაზე. კარგით რა მოგივიდათ. დავიძინეთ. აბაშენ. ბოდიში. გენერალი გვაქვს ჩვენ? აბა ბიჭო.
Подъем! რა უბედურება რა მოხდა? გატენდა ბიზიგოევ. ავდგეთ. ვა. დაუშვი. მოდი. დაუშვი. არცხნი. შემოაბრუნე. დაუშვი. კიდე. დაგეცოდა. ეხლა არ მოედოს მაგრამ. იქით გასი. დაშვერები გასო. გერასიმე. არ გადავარ. დამხიარული გოგოებია. სულ რაღაცაზე გულკურებენ და იცინიან. გინა გავიცნო. კარგი ეს. გეუბნები, გავიცნობ და პაემანსაც დაუნიშნავ. როგორ და ჭრელა. მივალ და ვეტყვი. ქალიშვილო, დღეს 8 საათზე პარკის შესასვლელთან გელოდებით. ეტყვი და იმ კაცს გძრუზავს კიდევაც თავში. ვის აბიჭო მე? ო, შენ. ამასაც ვნახავ. Здрасте, девушки. Здрасте. Ну как с плана? Шенра, комиссия, ха? О. А вы сегодня когда кончаете работу? Когда нужно. Дайте его. Который час, не скажете? Детям пора спать. О. Дайте я вам помогу. Ну ничего не надо, я сама справлюсь. Извините. Ой, ну и тип девочки. Да. Друзескети თავში. კი, მაგრამ რა უთხარი ისე? რა და დღეს 8 საათზე პარკის შესასვლელთან გელოდებით მეთქი. მე რა შევყევით საუბარს, ზოგი იმათქვე, ზოგი მე უთხარ. გერასიმე. მოდივარ. ერთი შეინსთანა რუსული ვიცოდე? დიდი ხანია მშენებლობის მუშაობ? მე მონტაჟით მუშაობ. აჰა. მომე. დარსაც გახედე და შოუსად. ერთი მორჩი ესახლდა. გოგოებია ეს ჩვენი მეზობლები? მაინც რომელზე ამბობ?
აი შავგრემანი რომ არის, დიდი ლამაზი თვალები რომ აქვს. ჯო თვალები და ლამაზი არ გამიგე. ეგ პიგმენტების ამბავია და არ მოტყუდი. კარგი, ნუ იცი შენაც. ისე ცოლად თუ შეითავთ. ცოლად? არა, ცოლად არა. რატო ძო? მარტო სილამაზეში კი არა საქმე. აბა? ცოლმა ბიჭო. ცოლმა ჯადის გამოწყობა მაინც უნდა იცოდეს. გინდა გავიცო. როგორ? ერთოც გოგონები გთხოვენ. უხარხული ხომ არა? როგორ გეკადრება? მე რატომ არ მოდიხარ ჩვენთან? მოგზანდით, თორემ ძალიან გვეწყინება. რატომ ალექსანდრე ძალიან კარგად შეყვა? ამის მეტი ფირფიტა არა გვაქვს. თქვენ ხომ არ გექნებათ რაიმე საცეკვაო? არა, ჩვენ არ ხალე. მე მაქვს ერთი საინტერესო ფირფიტა. თუ ნებას მომცემთ, ეხლავე მოგიტანთ. აბა გიშველე რა ალექსანდრე. ახლა ახლავე მოგასმენდებთ. აბა ერთი ვნახოთ რა ფირფიტა? უნიკალური. მოგზანდით მაგიდეს. მალო. თოთ. დაბზანდით.
Мне часто снятся все ребята. Ходи! ოხრები ახლა. შეჩეული რო. არ მინდა. დადაქს ხო დადაქს ხო? ასე იყო ფრონტზე. артиллерია რო დაგვიშენდა. ერთადერთემოდა აქეთ. მეორდაერთემოდა იქ. მესამე სადაერთემოდა თითქმის უკვე იცოდა. როგორ ახლა მე ხდებოდი მაინც ამას სადაერთემოდა მეტად. როგორ და როგორ აგიხსნა ახლა? ჩაში ნაყოფი ხარ შენ? ხოდა გერბო. აი თქვათ ესაა ობიექტი ხო? ერთი და ეცა აქ. ბა ხო ბა. მეორე და ეცა აქ. არი ეძახია მე ვეძახია? ხო ხალია ვეძახი გამო ცოცხალი მადლობა არ გწვენია ბიჭო ასე უნდა სახლი რომ მიატოვე და აქ ამ ტვერში გადმოვარდი თავი მაინც არ გეცოდე ხო მოგწერე რა მომწერ არი დარდო მეტი უყურე ერთიან არი დარდო ადვილი სათქმელია არი დარდო ნინიკო მაინც არ გებრალება სულ შეხსენებაშია ბავშვი ახლა ვიადექი და წამოდი სახლში წამოდი თორემ არ ვიცი რას ვიძახ სადაც არ წამოვა ეს რაღაც მოეთხოვდა უხაუმატური ხარ არ ვიცი პირდაპირ რატომ მოიძულე ეს კაცი კარგის მეტი რა გაუკეთებია წადი გელოდებია ბიძინა გემზე წელი ემოწმობა. გემზე? ხო. რა გინდა ბიჭო გემზე? არ ვიცი. შეიძლება გემზე წავიდე. მეზღვაურად. ფოთში უნდა წახვიდე. იქ არის მთავარი სამმართველო. ხო. გაგსინჯავენ ექიმები. ხო და თუ ჯანმრთელი ხარ და ნორმალური მაშინ ვიქეთა. ხო, რა ზიცინი? ჩემი ერთი მეზობელი მოეწყო ასე. ბავშვობიდან სულ იძახო და მეზღვაურობა მინდაო და ცურვა არ იწოდა იმ უბედურობა. ასე გადამრეს. ჯერ იყო და გეოლოგობა უნდა. მერე მომღერლობა. ანაო? ხო. თვილია თვალე. ისე რა. ისი რამდენი გეძებეთ? ხო, აკეთე. ატე ბიჭო. დავეყანე, გერასი მეშავ. გადავდო, გერასი მეშავ. დადი!
ეს სიყვარულება. კომპოტი. მაწონი. მადლობა. შენ გონია მაგას მოეწონა და არ გაუშვა ხელიდან. არიცი ვინ არის? ჩვენი დირექტორის ახალ მდივანია. იცი? რა? ჩვენი დირექტორის ახალ მდივანია და გერასიმე მოეწონა. გაიწიეთ, კაცო, გაიწიეთ, რა დაბერდა, კაცო, ხალია მიდახიათ, გამოდიურება. იზად ხელფასი არ მიგიღიათ, მიდით და მიიღეთ. ავიღოთ. ავედი, ოდიო. აქ მუშაო? დიახ. მესამე უბნის ბინათ მშენებლობას. რა ქვია? ტატა. გამარჯობათ. გამარჯობა. თქვენი გადაღება. გამარჯობათ. რეპორტიორი დუმდუა. მალხაზ მოდი. აბა, დაადრიალეთ. ამხანაგო ტელემაყურებლებო, ენგურხესის კაშხალის მშენებლობიდან ჩვენ ახლა გადმოვინაცვლეთ ეკანებლობაზე. აქ შრომობს და თავდადებულად იხტვის ახალგაზრდების კომპლექსური ბრიგადა. რა არის იმაზე დიდი ბედნიერება ადამიანს აუშენო ბინა, მისცემა საცხოვრებელი ფართობი, ემსახურო შენს ხალხს. ამხანაგებო სამშობლო მარტო მთები და ველები კი არ არის. სამშობლო ეს არის შენი სახლის კიდე, სამშობლო ეს არის შენი ფანჯრის წინ დარგული ხე, სამშობლო ეს არის მიწა, მზე. სტოპ. ბოდიში თქვენი სახელი? გერასიმ. არის? სკიტიშვილი. მოგწონთ თქვენი პროფესია? კი. თქვენ ალბათ გახარებთ იმის შეგნება, რომ ადამიანებისათვის მოგაქვთ სიხარული და ბედნიერება, ასეა ხო? კი. რამდენი კაცი ხართ ბრიგადაში? ბრიგადაში მუშაობენ ალექსანდრე გოგიტიძე, ბიძინა ჯიბლაძე, ბელაფონტე. სტოპ. ბელაფონტე რა შვაშია? შემიშალა. ნოდარი უნდა მეთქვა. მაპატიეთ მე წახალეს. ნახავს. გერასიმე. ჩვენ ახლა არც არაფერს გადავიღებთ, არც არაფერს ჩავწერთ. მოდი ისე ვისაუბროთ უბრალოდ. ვისაუბროთ? აი მოყევით რამე თუ შეიძლება თქვენ შესახებ. ჩემ შესახებ? რა არის მასალა? თოი რატომ აიჩიებ შენებლის პროფესიას, საიდან ჩამოხვედით? სანდრიეთიდან. აჰა. გაიგიათ სანდრიეთი? რა გამიგია. სანდრიეთიდან ჩამოვედი. იქ დედა მყავს. ორი ძმა და 6 და. ხო. სახლით აქვს რა თქმა უნდა. მაგრამ იცით ვეღარ ვეტევით. ახლა აქ ჩამოვედი, ფული მინდა დავაგროვო და სახლი ავიშენო. ჩვენი ბიჭები სულ დამცინია. ზუმწი ხარ. რა ვქნა, სახლი ხომ უნდა ავაშენო? აუცილებლად. ერთი კოსტუმი ვიყიდე ჩემთვის. აი, შარ, ბუკლე.
მუკლეც კოსტუმი. ხო, დიახ. კაი გამძლე კოსტუმი ჩანს. კი. ბიჭების შესახებ რა სიტყვით? ჩვენი ბიჭების შესახებ? დიახ. კარგი ბიჭები არიან, სულ ერთად ვარ. ერთად მუშაობთ, ერთად ცხოვრობ. ახლა სად არიან? ახლა ქალაქში წავიდნენ და მე და ალექსანდრე ვჯახირობთ აქ. სამუშაო მიატოვეთ? ხო. არა, ისე კარგი ბიჭები არიან. აი წეღან ბელაფონტე რომ ახსენეთ. ხო, ბელაფონტე რომ გითხარით და. დიახ. ნოდარი უნდა მეთქვა. ბელაფონტე მომღერალია ამერიკაში. ხო, გამიგონია. ჩვენი ნოდარიც მღერის. ხო და ამიტომ შევარდით ბელაფონტე. ბელაფონტე, გასაგებია. ხო, აი კიდევ რა. მე წავალთ, ვარ გეტყინებათ. შესვენება დამთავრდა და ალექსანდრე მარტოა ცოდვა. კი ბატონო, გმადლობთ. სტოპ! გადა Время 23 часа 30 минут. Слушайте маяк. Садарья нам дыхаться. Раве? Раве хурсия тут. Качере тут звака. წავიდეთ ვეძებოთ. საავადმყოფოში წავიდეთ. ასე გულხელდაკრებილი ხარ ვიჯდებოდეთ. გერასიმე მარსზე არის თუ არა სიცოცხლე? რა მოხდა ბოლოს სამუშაო გავასმეთ, ვეღარ ხომ დავიქცევია. სადღაც ვერ გავაკეთეთ, თვალ გავაკეთებთ. რაც თქო უნდა გაგეკეთებინათ, ის ჩვენ უკვე გავაკეთეთ. ზვაგაცებმა დაკვატიჟეს, რა უნდა გვექნა? ვარი გვეთქვა? ეს რა ვაჟკაცობა იქნებოდა? რა მოხდა ბოლოს ასე გილეთო და გავიარ გამოვიარო თუ რა ჯარში ვარ თუ რა არის, ომია თუ რაშია საქმე. ჩემო თქვენს ადგილას ყოფილიყავით, იქნებ ჩვენს გადავფარებოდით იმას. რა ქვია ბიჭო იმას? ამბრაზურას. ხო, ამბრაზურას. რა არის ბოლოს რა მოხდა? მოხდა. კვირას რომ იყოს? გერაციმე! ხო. მოვდივარ. ალო, დადა.
ალექსანდრე. ცუდი ხომ არაფერია. ვისგან არის? ქვეყანას მოევლინა ახალი მოქალაქე ვასო მესხი. წონა 4 კილო და 800 გრამი. რა ყველა დაბადებული. შენი რა არის? ჩემი სიკვდილის მეგობრის შვილიშვილია. ახლა გასულ გაბუა? 20 წლის. 20 წლის? როგორ 20 წლის? 20 წლის იყო დაიღუპა. თერჩთან. დიდელები ჩემი ვიყარით მაშინ. 42 ერთმაღლობზე ვიდექით. დავალებული ქონდა ეს სიმაღლე. მისათვის არავითარ შემთხვევაში არ დაგვეთო. დაგწეს გერმანელებმა. მეუღნა ქვეყანა იცოდა. ამ დროს ვიღაცა ყვირის. საშა მიშველეო. ხედავ? ჩემი მეგობარი სისხლისაგან იცლება. რა უნდა მეკლა? ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი მაშინ. დავიბედი. ბიჭო ვასო. დაგაწული ხარ, ნუ გეშინიათ მეთქი. ეხო მითხრა. ჩემი საქმე გათავებულია. შვილებს მიმხედავ, შვილებსო. ინდათ, ეს კინოში წავიდეთ. წავიდეთ, მე დრესაკურვა. აი კინო. ეს არაფერს გამოგეძება? წავალეთ მე დეპეშას გავაგზავნე დაგეძებთ. ხო. გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ? ცოტა ხნის შემდეგ დამირეკეთ. სულთა და გვერდგილოცავთ ვაშკაცის დაბადებას, ვაშკა. მეგობარი მყავდა. ვასო მესხი. ფრონტზე დაიღუპა. ქერჩთან. ეს იმის შვილიშვილია. ქერჩთან? დიახ. ბედნიერი ბიჭი ყოფილიყოს. მადლობთ. ნახვამდის. Алло. რომელიმე პლანეტაზე სიცოცხლე. აბა როგორ? მოხედავ, გაიგონეს და გამოგეხმაურე. დასინატრებდი. შენ რა სინატრებდი? მე ვინატრებდი, რომ ყველა
ადამიანი იმას ლაპარაკობდეს, რასაც ფიქრობს. კიდევ გითხრა, რასაც ფიქრობ. არა. ბიძინა. მომწერ წერილებს. კი. აუცილებლად. რომარწახი და შეიძლება. არა. გადამიღე. Царвици бистабеце მე არ ვიცი რა მინდა ამ ძებნაში სიჯაბუკის ნახევარი გაბრინდა მისამართიც არ დათოვე ჩემი სევდა გაგანდო მაინც მოგწერ ბარაც ისე უმისამართო ნებდარდი გაბაყოლო ეგებ გული გავარდო ეგებ ბარაც გავატანო შეხედე როგორ შემაგერასიბე ერასიმე დადის ეხლა ალბათ ტატასთან ერთად ხარაჩოებზე მთვარეულივით აბა ბიჭო მაინც საინტერესოა როგორ დადიან ხამე მთვარეულები თვალდახუჭული ჰა ბიჭო მაშინ მაგათ სხვა გრძნობებიათ გამახვილებული არა ალექსანდრე კედლებზე ზადიან კედლებზე გალინა მოვიდა ისე ჩუმად წახვედი მაგანას რო ვიყიდი სარკესთან ჩამოვიდე ჰა? კაინო შემიძლია ხელში ამ შენ მანქანა შენ იცინე და ნახავ გაისანდროს ვიქნებით ვარა გამოჭიული ფიატში აბა შენ იცი კი სამი ნომერი საჭირდება იქით არ მოგოწმოზე ბიჭო შენ იცი რატო არ წამოყვა დღეს კერასიმე ქალაქში ჰა? რატო? მართლა ენანება მაგას მოვის და არც ეგრეა საქმე ხო 6 დაღავს და 2 ძმათან კიდე სახლია გასაშენებელი გერასიმე ბიჭო სენობა გამიგონია მაგრამ დილამდე სოლს ირთავს ეს შტეი სოლს ჰა? კი ტატას ირთავს დივანს ტატას? ხო არა ტატა კაი გოგოა მაგრამ შენ თუ გამოგადგება
გიყვარს ბიჭო? კი. უყვარს, დაღუპულია მის საქმე. რა ეშველება ახლა ამას? ბიჭო, ჭაც თუ გამოგიცხოს მერე დადა. ჭადის გამოწყობაზე ხო არა საქმე? აბა, ჭას თუ გაჭირდა მე თვითონ გამოაწყო. როგორ შეეცვალა კაცი? ისე ხა ტატას პრობლემა თუ იციან რამე. ჯერ არა. ჯერ ტატამაც არ იცის. ნება მომეცით ამ მაღალი ტრიბუნიდან მოგესალმოთ თქვენ ახალგაზრდა მშენებელთა რესპუბლიკური შეკრების მონაწილეებს. არ გინდა ეს მაღალფარდოვანი ლაპარაკი. თუ გამოხვალ, საქმეზე ილაპარაკი. დასვია საკითხი. ამოდენა ხეს ვაშენებ და პრეზიდენტ გადაფარებულ სახლებში ვაცხოვრებ ხალხს. ამაზე თქვი. წავიდე ბიჭო. გერაცმე, შეიძლება რა. ეცუდ. ძმახარ დამიგდე ყური რა თან. ხანაგებო. ნება მომეცით ამ მაღალი ტრიბუნიდან. ამას აუგიტყვი რა მე გაჩქარებ. ხო გა. ამხანაგებო. დავასვი. მე უხერხულებ რაღაცა. აი ხა რა მოხდა პირველად უკეთებს თუ რა. არა ძმაო, აქ ცხოვრება აღარ შეიძლება. აქ ისეთი ნესტია, ყველას რევმატიზმი გაგვიჩნდება. რაში ამხანაგო საქმე? 3 დღეა ჩემი შარვალი გავრეცხე, ჩამოვკიდე, არ იქნა, არ გაშრა და არ გაშრა. რა ბატერია? აი ესა, შალი. ო. შალი 4 დღე უნდა. სწორი ალექსანდრე, შალს 4 დღე უნდა. აბა ჰე, წავიდე კარგად ხრავით. კარგად. ვაჰე. კარგად. აბა შენც. გამარჯვებით. დაავსვამ ხა? ხა? არ შეგვარცხინო. მაგალითი გავი. შენ რომ წახან შემოხვედი, ხელები რატო ქონდას ველი? დავებანე და იმდო. აჰა. ხაციას ძერა ხო? არა, რა ვიცი.
სამსაათზე დედამისი ჩამოდის. დახვედრა საჭირო. გამარჯობა. როგორ არის საქმე? როგორ ახარ? არა მიშა. აი ალექს. გამარჯობა, ჯაბა. გამარჯობა. როგორ ახარ? მოდი ჩამოხვედი. დღეს ჩამოვედი. ამბავია თქვენსკენ სოფელში, ა? მიდობა. რა გაიქინე ჩამოხვედი ჯაბა? დიდი ხნით ჩამოხვედი? მუშაობა მინდა დავიწყო. მუშაობა? აია. ჯერჯერობით სადმე შეგიდათ მინდა მოწყობა. მოვაწყობ სადმე. აი სადმე. აი იმას. ყველაფერს მაინჯობია მე მონტაჟეობა შეისწავლოს. რატომ? რაც მოეწონება, იმაზე მუშაობს. მე მაინც ამ წელზე მეჩვენია მუშაობა. ჯაბა, ამ წელზე გაგიჭირდება. ყველაფერს ჯობია მე მონტაჟეობა შეისწავლო. ჩვენთან იქნებით, დაგეხმარებით. არა ალექსანდრე? ო, დეფიციტური პროფესია, სადაც წახვალ ყველგან კაცი ხარ. აბა, ამიჯერ. კი, მაგრამ სკოლის საქმე როგორ იქნება? აქ შევიყვანთ საღამოს სკოლაში. ო, ასე ჯობია. წემეს. რო? წემეს. კარგი უქნიათ. რატოვითო? დააშავეთ ალბათ რამე და წემეს. რა დავაშავეთ? პაპიროსი გთხოვეს. არ გონდა და რატომ არა გაგვთო? ჭობი აგვიტეხეს. მიჯები სად არიან? გარეა. მიატოვე? ტანით გამომიდგნენ და შერავოთ, რა დაგვიშევებია. რაზი გავს ესპერანგი ჩაიდანე. ნაფეშოა შერავოთ. ამასთან ვიდნენ და პაპიროსი თხოვეთ, ამას დავიწყეთ ჩულნერი. ეჩერა პრიორიტეტები. შალალალალა 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 ჰეი, ვაიმე ბიჭო, რამოდენას კაფე მოყავ. დავით ესე. კაცი გავს ახლა ეს. გვიშ
მიშველეთ რამე ბატონო, გაიცი ბიჭო, ამ ხულიგნების შიშით ბავშვი ვერ გამიშვია გარეთ. ამ ხალხს პატრონი არ აყავს. და რა არის რა უბედურებაა. მართალია ეს ქალი. დროზე უნდა მაგაც მიხედვა. Alina! Mobilosavs! Gmadlov! არ უნდა აღნიშნოთ? აუცილებლად. ბატონო საშა, ჩვენი ცხოვრების გზაზე რაც შეგვეძლო გავაკეთეთ სამშობლოსთვის. არ დავიშურეთ არაფერი. ახლა სიტყვა ხალხისთვისია. უსურვოთ მათ, ბატონო საშა, რომ ღირსეულად განეიცოთ წინაპრების გზა. იცოთ? Аллах Александр. Здравствуйте, ребята. Люди говорят, вы хороший дом построили. Раз люди говорят, Серафим. Значит, не всегда первый блинком. Поздравляю. Будьте здоровы. Живите счастливо. ომის ვერანთა შეხვედრას რომ აწყობენ თბილისში ხომ დაესწრებით? როგორ არა? მოსაწვევა არათ მიიღეთ? დიახ. აგერ ვარსკვლავი მოწყდა. ამბობენ ამ დროს თუ მოასწრებდა რამეს ჩაუთქვა, აუცილებლად შეგისრულდებაო.
რამდენი სურვილი აქვს ადამიანს და რა ცოტა დრო კარგი როცა ესე მიდიხარ ღამით და შორშეს ფანჯარაში შოქს დაინახა. იცი რომ იქ ვიღაც შენიანია და გელოდება. გავუმკვირდ ცოლად. იცი თბილისში როდის მიდიხართ? ხვალ ნახვამდის. Ну как, дружок? Никого не нашел? Нет, никого.
უსიყვარულოდ არ არსებობს თვითუგდებაც არ არსებობს უსიყვარულოდ. დათერიშვილი. დათერი. ნახე შვილოვინმე. ნახე. ხომ არაქში. ეს ხებთან ვიყავი. ბიჭი, მოგეწონა ხომ ბიჭი? ძალიან. კარგია ის მომაცა. თვითუგდებაც არ არსებობს უსიყვარულოდ. დარჩენილი ბავშვია სახლში. გეყოფამდე ხედია. ვერ დარჩენ მალეთა. იცი რა ბიჭები მელოდებია, რა კარგები არიან. სულ სვერზე რო ფიქრო. ერთხელ შენ თავზედაც გეფიქრე. სიჭაბუკის ნახევარი გაფრინდა მისამართიც არ დადობე ჩემი სევდა ბევრი მინახავს თქვენი სანამ დაბრუნებული მაინც მოგწერ მოხდა შედეგს ახლა ისე უკან გამიხარ ისევ მისამართო იქნებ დარდი გავაყოლო ეგებ გული გავართო იქნებ რაც გავატანო ჩემი გულის დარდები ჟვიდობიდო არ მითხარი ჯაბა როგორ ახალ ბიჭო კარგა დაგაყენე სამზარეულოში ახლა ბიჭები როგორ არიან ბიჭები ბიჭები მიდი სად მიდია ალექსანდრე გამარჯობა როგორ გამარჯობა როგორ ვიზავ მადლობა ქალაქში რამებია ხედავ კერა იხართ ეთქინა რომ მივდივართ ბიჭებო, გერაციმია ტელევიზორში. იქ დედა მყავს.
ორი ძმა და 6 და. ხო? სახლიც აქვს რა თქმა უნდა. მაგრამ იცით ვეღარ ვეტევ. ახლა აქ ჩამოვედი, ფული მინდა დავაგროვო და სახლი ავიშენო. ჩვენი ბიჭები სულ დამცინია, ზუმწი ხარო. რა ვქნა სახლი ხომ უნდა ავაშენო? აუცილებლად. ერთი კოსტუმი ვიყიდე ჩემთვის. აი იმისა, ბუკლეს კოსტუმი, ხო, დიახ. კაი გამძლე კოსტუმი ჩანს. კი, ბიჭების შესახებ რა სიტყვით? ჩვენი ბიჭების შესახებ? დიახ. კარგი ბიჭები არიან, სულ ერთად ვარ. ერთად მუშაობთ, ერთად ცხოვრობ. ახლა სად არიან? ახლა ქალაქში წავიდნენ. სამუშაო მიატოვე? ხო, არა, ისე კარგი ბიჭები არიან. აი წეღან ბელაფონტე რომ ახსენეთ. ხო, ბელაფონტე რომ გითხარით წეღან. დიახ. ნოდარი უნდა მეთქვა. ბელაფონტე მომღერალია ამერიკაში. ხო, გამიგონია. ჩვენი ნოდარიც მღერის. ხო და ამიტომ შევარკვით ბელაფონტე. ბელაფონტე, გასაგებია. მე წავალ ვარ გეწრინებათ. შესვენება დამთავრდა და ალექსანდრე მარტოა იქ ცოდვა.